ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ როგორ შეიცვალა პოლიციის ქცევა, რამდენად ძალადობრივი გახდა საპოლიციო ტაქტიკები. Ყოველთვის ვიცოდით პრინციპში, რომ პოლიცია ხალხის ინტერესს არ ემსახურებოდა და ახალი არ არის ყველა პოლიტიკური რეჟიმი ამ ქვეყანაში პოლიციას იყენებდა თავის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამას მიჩვეულები ვართ, ძალადობასაც მიჩვეულები ვართ, მაგრამ თითქოს ბოლო თვეებში, რასაც ვხედავთ, რაღაც კიდევ ახალია და უფრო მეტია, როგორ აგინებს პოლიცია მოქალაქეებს რუპორში. პირდაპირ ეთერში ვხედავთ ძალადობის კადრებს, პოლიცია არ ერიდება, რომ კამერების და ჟურნალისტების თვალწინ მიაყენოს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოქალაქეებს და ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. მათ შორის მიუთითებს პოლიციის და საპოლიციო სისტემის სრულ გადაგვარებაზე და მუტაციაზე ერთგვარად, როცა პოლიციელი თავად ხდება მთავარი მოძალადე, თავად ხდება დამნაშავე და ქვეყანაში არ არსებობს არანაირი არც ერთი სისტემა, რომელიც ამ ორგანიზებულ ძალადობას შეაჩერებს. ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ეს არ არის ერთეული გადაცდომები პოლიციელების მხრიდან, ეს არის ინსტიტუციური ძალადობა, რომელიც არის სისტემური, რომელიც არის წახალისებული. წახალისებულია ერთის მხრივ სრულად დაუსჯელობის სისტემით და დღეს ძალიან კარგად იცის პოლიციაში დასაქმებულმა ადამიანმა, რომ არავინ მას პასუხს არ მოთხოვს, იმიტომ რომ ვინც მას პასუხი უნდა მოთხოვოს, თვითონ არის ამ რეჟიმის ნაწილი. ეს წახალისებულია ქართული ოცნების მხრიდან ჯილდოებით, მედლების გადაცემით და ბუნებრივია არავის არ გვაქვს ილუზია, რომ ქართული ოცნების ხელდასმის პირდაპირ მითითების და ნებართვის გარეშე ჩვენ ასეთ სისტემურ ძალადობას ვნახავდით. რა თქმა უნდა, საპოლიციო სისტემის ასეთ მუტაციას აქვს რამდენიმე მიზეზი და პირველ რიგში მთავარი მიზეზი არის ის, რომ საპოლიციო სისტემა ყოველთვის იყო პოლიტიზირებული, მას მართავდა პოლიტიკური გუნდის, ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, მინისტრი ერთპარტიულად და ერთპიროვნულად, რომელსაც სრული და შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს როგორც საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე საოპერაციო საკითხებზე და ფაქტობრივად 12 წელი ერთი პოლიტიკური გუნდი ძალაუფლების სრული მონოპოლიზების პირობებში საკუთარი ნებასურვილით, საკუთარი ძალაუფლების ინტერესების გათვალისწინებით მართავდა სისტემას და ამზადებდა პრაქტიკულად აი ამ მომენტისთვის, ამ დღეებისთვის, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ და ერთგვარად არის ეს განცდა, რომ დღეს პოლიცია აბარებს იმ დავალებას, რისთვისაც მას ბოლო წლების განმავლობაში ამზადებდნენ და სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რამდენად ზედმიწევნით კარგად აბარებს პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამ დავალებას. კიდევ ერთი რაც ბოლო პერიოდში ძალიან თვალნათლივ გამოჩნდა პოლიციის ქმედებაში არის ძალიან მკვეთრი იდეოლოგიზირება პოლიციის. ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ქართული ოცნების პროპაგანდა, ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი მტერია, აგენტები, მოსყიდულები, გარედან დაფინანსებულები არიან. ამ პროპაგანდამ მხოლოდ საზოგადოებაში კი არ იმუშავა პოლიციაშიც და სახელმწიფო ინსტიტუტებშიც და დღეს ვხედავთ, რომ ქუჩაში გამოდის პოლიცია მტრების წინააღმდეგ და არა საკუთარი მოქალაქეების პირისპირ არ დგას, ხო? ის როცა ქუჩაში საპოლიციო ძალით გამოდის, ის პირდაპირ უპირისპირდება მტრებს. მათი აღქმა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ სწორედ ასეთია და ეს არის სწორედ იდეოლოგიზაციის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნება ეწეოდა. კიდევ ერთი დაკვირვება, რაც შეიძლება ჩვენ გქონდეს, არის ძალიან ჭარბი საპოლიციო ძალა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ვხედავთ. ეს ჩანს მათ აღჭურვილობაში, მათ შეიარაღებაში, მათ ხილვადობაში. ყველა ქუჩის კუთხეში პოლიცია დგას. ჭარბი საპოლიციო ძალა ყოველთვის მობილიზებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და ვხედავთ სრულიად არაპროპორციულ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, დაკავებებს, ძალის გადამეტებას, რაც ასევე მიუთითებს საპოლიციო ტაქტიკის და სტრატეგიის ცვლილებაზე, ერთგვარად რაღაც საგანგებო გასამხედროებულ რეჟიმზეა პოლიცია გადასული. ზუსტად იმიტომ, რომ ქართული ოცნება ამ წინააღმდეგობის პროცესს, ამ პროტესტს, რომელიც თვეების განმავლობაში მშვიდობიანად გრძელდება, ეძახის გარედან დაფინანსებულ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს და ბუნებრივია ის მუშაობს, ქართული ოცნება მუშაობს, რომ ეს მესიჯი ყველა პოლიციელამდე მივიდეს და პოლიცია ქუჩაში იმიტომ არ არის, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლება დაიცვას, ხო? ის გამოდის ქუჩაში იმისთვის, რომ მათთვის მტრად მონიშნული საკუთარი თანამოქალაქეები გაანეიტრალოს ნებისმიერ ფასად. და ეს ფასი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არის კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის ფასი და ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ დაზიანებულ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ტვინი შერყევა, სახის ძვლები აქვს დამტვრეული, თუმცა არც ერთი მოძალადე პოლიციელი ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის.